მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 4. ნახატზე გამოსახულია წრფივად და თანაბარ აჯანყებულად მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგიისა და იმპულსის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებიო და ვეკითხებიან რისი ტოლი იქნება სხეულის კინეტიკური ენერგია t უდრის 2 წამ მომენტში. მოდი ჯერ გავარკვიოთ რისი ტოლი არის კინეტიკური ენერგია 4 წამის შემთხვევაში. e კინეტიკური 4 წამს შემთხვევაში ტოლი იქნება mv კვადრატ ნახევრის, ხო? თუ გავითვალისწინებთ, რომ მოდით ასე მოვიქცეთ, რიცხველის და მნიშვნელის გავუმრავლებთ მასაზე m-ზე, მნიშვნელს რო ექნება 2m და ზედა რიცხვებსაც თუ გავუმრავლებთ m-ზე, m კვადრატს მივიღებთ. m კვადრატ v კვადრატი იქნება mv კვადრატი არის, ხო? mv კიდე იმპულსი არის. ანუ ესეთი გამოსახულებას ვიღებთ p კვადრატი შეფარდებული 2m-თან. და ეს რის ტოლი იქნება? ეხლა ეს ტოლი იქნება 4 წამზე ვიხილავთ, ხო, კინეტიკურ ენერგიას, რომელიც 50-ის ტოლი არის. 50-ის ტოლი არის, ხო? შესაბამისად, ეხლა აქედან ჩვენ რა გამოგვდის? p გვინდა, ხო, და მასასაც გავიგებთ. p კვადრატი, ესე იგი p კვადრატი ტოლი იქნება 4 წამის შემთხვევაში, ხო, ჩვენ ვიცით 2 წამის შემთხვევაში რო 5 არის, მაგრამ დამოკიდებულება იმპულსსა და დროს შორის არის წრფივი ხასიათი. შესაბამისად 2-ზე თუ არის 5, 4-ზე წრფივად გაიზრდება და 10 გახდება. ესე იგი, ესა ყოფილა 10, ხო? აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ 10-ის კვადრატი, ესე იგი 100 შეფარდებული 2m-თან, ტოლი ყოფილა 50-ის, ესენიც შეგვეკვეცა. ესენიც შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა 5. ნუ 5 გაყოფილი m-ზე უდრის 5-ს, მოდი დავწეროთ ძალიან რა გადავდვითოთ ნაწერი 5 შეფარდებული m-თან უდრის 5-ს, საიდანაც მასისთვის მივიღებთ, რომ მასა არის 1 კილოგრამი. კი ბატონო, მასა თუ 1 კილოგრამი არის, მაშინ კინეტიკური ენერგია 2 წამის შემთხვევაში ტოლი იქნება p კვადრატი შეფარდებული 2m-თან, მასა არ იცვლება დროის ცვლასთან ერთად. p 2 წამის შემთხვევაში არის 5, 5-ის კვადრატი მოგცემს 25-ს შეფარდებული 2-ჯერ მასა არის 1, 2-ჯერ 1 2-ია და ეს ტოლი გამოგვდის 12.5 ჯოულის. შესაბამისად დავწეროთ პასუხი, რასაც ვეკითხებიან, ესე იგი e კინეტიკური ენერგია 2 წამის შემთხვევაში ტოლი ყოფილა 12.5 ჯოულის. რომელი პასუხია? პასუხი B.